სიტყვა რო გითხრა და ვიცოდეთ გავისმენთ. მე ვარ მარიშკა ქელბაქიანი, ჰოლისტური ჯანმრთელობის მენტორი, ნეირომეცნიერების მკვლევარი და ასევე ენერგიის ფსიქოლოგი. ზოგადად ჩემი მოგზაურობა დაიწყო თვითონ აი ამ ტრამვების გაცნობიერებით, რაც საკმაოდ სიღრმისეული იყო და ძალიან რთული პერიოდები მაქვს გავლილი ამ რაღაცა ძიებაში, გამოკვლევაში, დამუშავებაში და შემდეგ უკვე, როდესაც გადიხარ იმ ფაზას, სადაც თავისუფლდები ამ რაღაცეებისგან, გიჩნდება სურვილი, რომ ესე კარგად, როცა გრძნობ თავს, სხვებსაც გაუზიარო. და აი ამ წერტილიდან წამოვედი მეც. კარგი, აი დავიწყოთ მაშინ თავდაპირველად თქვენ ახსენეთ, რომ კვლევა დაიწყეთ ამ ტრამვების შორის, მიხვდით პირველად, რომ თქვენ გქონდათ რაღაცა ერთი კონკრეტული ტრამვა, ანუ ამის გაანალიზება როდის მოხდა და რომ გავიხსენოთ ეგ პერიოდი, რა პერიოდი იყო, რა მოვლენა იყო, რა ფაქტი იყო, რამაც თქვენ შეიძლება ითქვას, რომ დაგჭყალოთ რაღაც ნაწილში. მოდი ხო დავიწყებ გაცნობიერებიდან და მერე გავყვეთ ეტაპობრივად. როდესაც მივხვდი, რომ რაღაცა ერთი და იგივე წრეზე დავდიოდი, თქოს ძალიან დიდი ხანი და ერთი და იგივე შაბლონებს, აი პატერნს რო ვეძახით, ვიმეორებდი ხშირად. საბოლოო ჯამში დავჯექდი და თავს ჩემ თავს კითხა, რომ ნუ რაღაცაშია საქმე, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით მივიდი და ერთი და იგივე წრეზე დადიხარ. ეს გაცნობიერება იდეაში მოვიდა მაშინ, როცა ამერიკელ მენტორებთან მქონდა ძალიან დიდი რაღაცა ჯგუფური სესიები. ერთი გოგონა, არ მახსოვს თუ არ ვცდები, ბოლონიიდან ყვებოდა თავის ისტორიას, თავის ბავშვობაზე. სადაც ფაქტობრივად მეგონა რომ ვიჯექდი და ვსაუბრობდი მე. ამოვიცანი ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სიმპტომი, ასე ვთქვათ, რაღაცა დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც ძალიან მაწუხებდა წლების განმავლობაში. კი. როდესაც უკვე ამ მენტორისგან წამოვიდა პასუხები, გავიგე რომ ამას ქვია იმპოსტერის სინდრომი. ეს იმპოსტერის სინდრომი არის ძირითადად, როცა არ შეგიძლია აღქმა შენი წარმატების. გაქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება. შეიძლება ადარებდე გამუდმებით სხვებს თავს. ან კონდეს განცდა, რომ ჩამორჩები, ან შენ რაღაცა საკმარისად კარგი არ ხარ, მოკლედ. კი, ეს განცდები მქონდა. რამდენიც არ უნდა მესწავლა, რამდენიც არ უნდა გამეკეთებინა, რაც არ უნდა მიმეღწეა, არ ვიცი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, განცდა მქონდა სულ, რომ რაღაცა მაინც მაკლია. აი რაღაცა პერფექციონიზმი დავარქვათ, რომ აი გამუდმებით მინდოდა, რომ საუკეთესოდ მქონოდა ყველაფერი და პატარა შეცდომასაც კი, აი კატასტროფად აღვიქვავდი, ასე რომ ვთქვა, ძალიან დიდ ემოციურ ზიანს მაყენებდა ეს შეცდომა. აი როგორ გრძნობდით აი ამ პერიოდში თავს, როდესაც ეს შეგრძნებები გქონდათ თქვენთვის, აი რა ემოციასთან არის დაკავშირებული ეგ პერიოდი და შემდეგ უკვე როდესაც გაანალიზეთ, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, აი რომელი ემოცია გახსენებოდ იყო ეს ბრაზი, სირცხვილი, შიში, ეს იყო უფრო სირცხვილი და ჩვენი კულტურული წარმომავლობიდან ბევრი ამოიცნობს ახლა ამაში თავს. ყოველთვის იყო სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში ვსწავლობდი და ცოტათი უფრო სუბუქი მიდგომები იყო, ყოველთვის იყო, რომ აი კლასელს სადერავდნენ კლასელს, აი მიბაძე ამას, ნახე ეს რა კარგად სწავლობს. მშობლებს ხა არ მყოლიან ნამდვილად კაცრი და ძალიან ისეთი მეგობრული ურთიერთობა გქონდა, მაგრამ ბავშვი მაინც სხვანაირად აღიქოს. როცა ვხვდებოდი ემოციურად, რომ ჩემი კარგად ნასწავლი ან საუკეთესო ნიშანი მათში უფრო აღფრთოვანებას იწვევდა და რაღაცა შეიძლება მეტი შექება დამემსახურებინა, თითქოს ხასიათის ჯავშნა ჩამოვაყალიბე ეს, რომ აი მე უნდა ვიყო საუკეთესო, მე უნდა ვიყო ნომერ პირველი, თორე ისე ვერ დავიმსახურებ ყურადღებას, პატივისცემას, რაღაცა სიყვარულს და აი ეს ბავშვური ამ ხასიათის ჯავშნის გამო ფაქტობრივად ცხოვრებაში რითაც არ უნდა მიმეღწია, ვერ ვიღებდი იმ სიმშვიდეს და ბედნიერებას, ალბათ რა წერტილიც ყოველთვის რაღაცა საოცნებო არის. შეიძლება დაერქვას ამას ბავშვობის ტრამვა? რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშვობიდან მოდის და ის განცდა, რომ რაღაცა აი შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში დამემართა და ეს ამის ბრალია ცოტა არასწორად მიმაჩნია. 7 წლამდე არის ტვინის ფორმირების თეტამდგომარეობა, სადაც აი ფაქტობრივად ბავშვი ყველანაირი განსჯის და კრიტიკის გარეშე ინფორმაციას, რასაც ეუბნებიან სკოლაში, მშობლები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჭეშმარიტებად იწერს. ანუ შენ თუ პირობითად აი მე როგორც ჩემი მაგალითი ვთქვი, ვნახე რომ კარგად რომ ვისწავლე ძალიან შემაქეს, ანუ ჩავთვალე რომ მე თუ საუკეთესოდ არ ვისწავლე, ესე იგი შექებას არ ვიმსახურებ, ესე იგი რაღაცა სითბოს არ ვიმსახურებ. და ეს უკვე გახდა როგორც ერთ-ერთი შემირწმუნებულება და იდენტობის ნაწილი და ამიტომ ვერ ვიღებდი იმ ვალიდაციას, ასე ვთქვათ, გარედან მოსულს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე იმ სიამოვნებას, რაც შეიძლება მიმეღო პროცესით და სწავლით და განვითარებით. კი ბატონო, აი სანამ მიხვიდოდით ამ ყველაფრის გაანალიზებას და
რომ ეს ყველაფერი იყო წამოსული ბავშვობიდან. მანამდე აი ეს თქვენი შეგრძნებები რაც ჰქონდათ, აი რას ფიქრობდით, რატომ ხდებოდა ესე და თუ გიშლიდათ ეს ყველაფერი ხელს სანამ გაანალიზებდით, რომ თქვათ ეს იყო თქვენი ტრავმა? კი, რა თქმა უნდა, აი ეს როგორც თქვით, ბავშვობიდან წამოსული ეს ხარ იმ ბავშვის განცდა, რომ რაღაცა მისი კლასელი ჯობია, მან უფრო მეტი ისწავლა, ამან რაღაცა ვერ შეძლო, ეს უფრო რაღაცაში უკან იყო და სუსტი იყო და შესაბამისად აი self image ქვია საკუთარი თავის აღქმა, სანამ აი ის ბავშვის ჭრილობა, ის ტრავმა არ დამუშავდება და არ ჩახვალენ სიღრმეში, საიდანაც მოდის ეს ტკივილი, განცდა გაქვს, რომ ხო, შეიძლება იყო, არ ვიცი, პროფესორი, რომელიღაცა უნივერსიტეტის, მაგრამ ის ბავშვის ჭრილობა თუ გაქვს, ყოველთვის იგრძნო პატარაც თავს, იმიტომ რომ ამის პროექცირება, ანუ ოპერირებ ამ ტკივილიდან, ამ ტრავმიდან. შესაბამისად, ხო, განცდა იყო ზუსტად, რომ აი რაღაცა არ მაქვს ის, რაც ჩემ კლასელს ჰქონდა, რომელსაც ძალიან აქებდნენ პირობითად. ან არ ვიცი, ეზოში ვიღაცა ბავშვი, რომელიც 1000-ანი, 500-ანი იყო მაშინ და ოქროს მედალოსანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაცა უფრო თვითშეფასებასთანაც გადის და იმასთანაც, რომ უანგარო არ არის, რაღაცებდა უნდა დავიმსახურო. მოდი ესე მოვიქცევი, რომ ეს დავიმსახურო. კი ბატონო, აი ამ ბავშვობის აი ამ გამოცდილებამ და აღზრდის ამ მეთოდმა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში თუ შეიტანა დიდი წვლილი და ზოგადად ანუ დამოკიდებულებები თუ იყო შეცვლილი, ურთიერთობებში თუ გეტყობოდათ ეს თქვენი ტრავმა რაღაცა მომენტში, აი როგორ იყო ყველაფერი მაშინ სანამ ამ ყველაფერს დაამუშავებდით, უფრო იმ პერიოდზე რომ ვისაუბრეთ. როგორ არის, იცი, აუცილებლად რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი კვალი იყო და ამას უფრო ვამჩნევდი საიდან, იცი, ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ აი ძალიან დიდი ცოდნა გაქვს და ამაზე არ საუბრობ, აი ძალიან ბევრი რაღაცა არის შენგან რაც გავიგე და აი თითქოს ძალიან დიდი სირცხვილი იყო ჩემ რაღაცა ბექგრაუნდში, ასე ვთქვათ, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას გამომეყენებინა ის ჩემი სრული პოტენციალი, რომელსაც ყოველთვის ადამიანი გრძნობ, რომ ბევრად რაღაცა მეტი შეგიძლია, მაგრამ რაღაცა გიჭერს უკან და რა თქმა უნდა ძალიან რთული არის, როცა ხვდები, რომ ბევრად მეტი შეგიძლია, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს სიძიმეები რო ქაჩავს უკან, რომ აი ვერ დგავა ამ ნაბიჯს, ვერ გადადიხარ იქ, სადაც რეალურად შეგიძლია, რომ ბევრად მეტი გააკეთო. შესაბამისად, ნუ ეხლა სხვები როგორ ხედავდნენ ამას, ცოტა გამიჭირდება საუბარი, მაგრამ შეფასების მხრივ ბევრისგან გამიგია, რომ აი შენგან უბრალოდ საუბრითაც რამდენი რაღაცა გავიგე და აი ეს შეფასებები უფრო მეძლევდა იმის საშუალებას, რომ გამეანალიზებინა და გამეცნობიერებინა, რომ რაღაცა მართლა მიჭერს უკან და მოდი აბა წავალ იქ წარსულში, სადაც ეს შეიძლება იმალებოდეს და აი ამ ყველაფერს ისე გადავამუშავებ, რომ ის სრული პოტენციალი, ის რაღაცა გასაზიარებელი, რაც გაქვს ასე ვთქვათ, შენახული შენ შიგნით, მოდი აბა იქნებ გავხსნათ და მეტად და მეტად განვავრცობთ. კი ბატონო, აი ბავშვობაში იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა ეს შედარება, სანამ შემდეგ უკვე სასრულო ცხოვრებაში თქვენზე გავლენას იქონიებდა. აი ბავშვობაში რა მომენტები გქონდათ ხოლმე? ანუ იყო ის თქვენთვის იმ მომენტში მძიმედ გადასატანი, აი ბავშვობიდან რო გავიხსენოთ თქვენი ემოციები, რა შეგრძნებები გქონდათ მაშინ, როდესაც ვიღაცას გადარებდნენ, როდესაც რაღაცა უფრო კარგ თუ გააკეთებდით, უფრო მეტი აღთხოვანება მოყვებოდა სხვის მხრიდან. აი იმ მომენტში როგორც ბავშვი რას ფიქრობდით ხოლმე? ვეცდები რომ კარგად გავიხსენო და მკაფიოდ გავიხსენო. ნუ ალბათ ყველა ბავშვთვის არის ძალიან სევდიანი პირველ რიგში, ხო? და რაღაცნაირად გრძნობ თავს, რომ თითქოს შენ რაღაცის წევრი არ ხარ, განსხვავებული ხარ, ან ნაკლებად შეგიძლია, ან რაღაცა განსხვავებული კუთხით ხარ და ვიღაცას რაღაცა მეტი აქვს, შენ რაღაცა ნაკლები გაქვს. ეხლა საკმაოდ სევდიანი იქნებოდა, რაც აუცილებლად ზეგავლენას ახდენს შენს ჩაკეტილობაზე, რამდენად გახსნილი ხარ, რამდენად ჩაკეტილი ხარ. ჩაკეტილი ბავშვი რო ვიხსენებ, ესე დიდად არის, არ ყოფილი ვარ, არც მეგობრობის პრობლემა მქონია და არაფერი. კომუნიკაციაც მშობლებთან აი ძალიან ისე რომ გავიხსენო, იდეაში პრობლემა ამ ხრივ არ მქონია. ეს არის უბრალოდ აი ბავშვის აღქმით შექმნილი რაღაცა, რომ აი მოლოდინები გაუმართლო. დედაჩემი განათლების სისტემაში იყო ბავშვობიდანვე, რაც მახსოვს და ეს კიდე ჩემთვის უფრო რაღაცა თითქოს მეტვალდებულებას უგრძნობდი, რომ აი დედას რო ხედავდი ესე წარმატებული, რაღაცა აკადემიური ხარისხი, ბაბუა იყო ოპერის მომღერალი და საკმაოდ ხო ხდები, აი წარმატება თითქოს ჩემ უკან რომ იყო, რაღაცნაირად ვალდებულად უგრძნობდი, რომ აი მეც რაღაცა უნდა გავაკეთო, მეც აუცილებლად რაღაცით საუკეთესო უნდა ვიყო, რომ მათი მოლოდინები გავამართლო. და რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი
სიმძიმის ტარება გიწევს, ფაქტობრივად სანამ ამას გააცნობიერებ და რაღაცნაირად დამუშავებას დაიწყებ. აქედან გამომდინარე, ხო, ძალიან ვცდილობ და მშობლებსაც ძალიან ურჩევდი, მე ხა თავად 10 წლის შვილი მყავს, როცა მოდის და რაღაცას მაჩვენებს პირობითად, რომ აი ნახე როგორ რაღაც დავხატე ან რაღაცა ცეკვას მაჩვენებს. მოგწონს, მეკითხება და პირველი კითხვა ჩემი არის, რომ შენ მოგწონს, შენ ქსიამოვნებს, ანუ მთავარი წერტილი უნდა იყოს ეს, რომ შენ ამით კმაყოფილი ხარ სიამოვნებას იღებ და გიყვარს ერთსაც აკეთებ და ძალიან სწორი მიდგომა იქნებოდა. თქვენ რას ფიქრობთ, აი ამ გამოცდილებამ, რაც აი ამ ტრამვაშთან დამუშავების პერიოდში, ამაზეც ვისაუბროთ, როგორ მოხდა შემდეგ უკვე ამ ტრამვების დამუშავება თქვენ შემთხვევაში, მაგრამ აი თუ შეგცვალოთ უკვე აი ამ ტრამვაზე დამუშავების შემდეგ თუ დაინახეთ რაღაცა განსხვავება აი ამ თქვენს პიროვნებებს შორის. კი, მოდი დავიწყებ იმის გაზიარებით, როგორ დავამუშავე და დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბევრს დაეხმაროს ეს და ბევრმა ამოიცნოს თავისთავი ამაში. ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ვახსენე, ის ჭრილობა ბავშვის ტრამვა, რომელიც კონკრეტულ ასაკში გადაგხვდა, ხო? აუცილებელია აი მედიტაციის პრაქტიკები სხვადასხვა, რა თქმა უნდა, და ყველა სხვადასხვანაირად იყენებს, მაგრამ აი ამ პრაქტიკაში, როდესაც თვალს ხუჭავ და ვიზუალიზაციას აკეთებ და მიდიხარ ამ შენს პატარა ბავშვთან, შინაგანი ბავშვის დამუშავება ქვია. საკმაოდ ისეთი სევდიანი პროცესი არის, შეიძლება ბევრი ტირილიც იყოს, ამ დროს ეს ჩვენი ტრაუმა ატომურად გამოდის სხეულიდან და ბევრი ისეთი მტკივნეული მომენტი შეიძლება გახსენდებოდეს, სადაც აი პატარა იყავი და როგორ გინდოდა შენს თქვათ შეექე მასწავლებელს, მაგრამ ვიღაცა სხვა შეაქო და ეს სევდა მოდის. მთელი ეს ასე თქვათ რეპრესირებული ემოციები სხეულში რაც არის იღვიძებს და გადამუშავდება, ანუ რეალურად გადმოდის უკვე ტრანსფორმაციაში, სადაც ის სიყვარული, ის დაფასება, ის რაღაცა სხვადასხვა ამბები, რაც გჭირდებოდა, შენ თავს აძლევ უკვე ამას და რაღაცა გამთლიანების მდგომარეობას გაძლევს. რაც შეეხება შემცვალა თუ არა, რა თქმა უნდა შემცვალა და ამას აქვს ძალიან რაღაცა სწრაფი ეფექტი. თითქოს აი 2-3 დღეში, 4 დღეში გრძნობ, როგორ გემატება ენერგია, როგორ გემატება ეს რაღაცა სილაღე, უფრო მეტი თავდაჯერებულობა და შესაბამისად აი ჩემი გვერდიც რაც მაქვს რომ ნახოთ 3 წლის წინანდელი ვიდეოები და ეხლანდელი აი საერთოდ ახლა რაც ვისაუბრეთ ყველაფერი ისე თვალნათლივ დაინახავთ მოკლედ ამ პროცესს და ამ ტრანსფორმაციას ასე ვთქვათ. კი ბატონო. აი კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რაც პირადულად ძალიან მაინტერესებს და ისედაც ძალიან საინტერესო გონია რომ იქნება რომ ანუ ეს ტრამვები დამუშავებადია და თქვენ დაამუშავეთ რაღაცა მომენტში და ანუ არის თუ არა ეს ტრამვა სრულიად 1000%-იანად დამუშავებადი, აი თუ შეიძლება რომ იყოს რაღაცა მომენტში რეციდივი იმის რომ გაგახსენდეს, მაინც რაღაცა მომენტში დაგარტყას და აი რაღაცა მომენტებში მაინც გიწევდეს ჭიდილი აი იმ ძველ შეგრძნებებთან, ძველ ფიქრებთან, რაც შენი პიროვნების ნაწილი იყო და კი მოაშუშე რაღაცა მომენტში, მაგრამ შემდეგ თუ შეიძლება რომ უცებს აი რაღაც ისე გამო ძალიან კარგი და ლოგიკური კითხვაა და ამასთან გამკლავებაც მიწევდა რაღაცა პერიოდი. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის ტრამვაა, სწორედ ვამბობ სავარაუდოდ, ანუ ამაში გულისხმობ იმას, რამდენი ხანია ამას ატარებს ჩემი სხეული. ზოგადად იმ კუთხით თუ მიუდგებით, რომ ყველაფერი ენერგია, ემოციაც ენერგია, ფიქრიც ენერგია, როდესაც ეს ემოცია ჩემი სხეულით წლებია დამაქვს, აი მარტივ მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ფესვები აქვს გადმული, ხო? რაღაცა ძალიან დიდ სიღრმეში არის ასე ვთქვათ ჩასული. როცა ამის დამუშავებას აკეთებ, თუ არის ძალიან ფესვგადგმული, მარტივად რომ ვთქვათ, რამოდენიმეჯერ მიბრუნება დაგჭირდება, აუცილებლად და შეგახსენებს თავს, მაგრამ თუ არის რაღაცა მოკლევადიანი, რაღაცა ახლახანს მომხდარი და იმდენად მძიმე არა, რომ აი რაღაცა 20 წელი მოყვებოდეს, 30 წელი, 10 წელი პირობითად, ის შეიძლება თვალი გაახილო მქონია მომენტები, რომ თვალი გამიხელია და არ მახსოვს, ანუ ის რაღაცა რაც დამუშავდა და ფაქტობრივად წაიშალა მეხსიერებიდან. კი ბატონო, თქვენ შემთხვევაში როგორი იყო ეს ღრმად გადგმული შემთხვევა? კი, ეს იყო ძალიან ღრმად გადგმული, იმიტომ რომ 5 წელი შევედი სკოლაში, ეხლა ნუ ფაქტობრივად შეიძლება 23-24 წლის წინანდელ ამბებსაც ვყვებოდე, შესაბამისად, როცა ამას ატარებ და ეს შენი საკუთარი თავის კონცეფტი ესეთი გაქვს, ძალიან რთული არის, რომ თუნდაც აი ნეირომეცნიერება რო ახსენებ ფანტასტიკურია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე დიდ ინფორმაციას ფლობს, იმიტომ რომ უფრო მარტივად ხვდები, რისი ბერკეტი გაქვს, რისი საშუალება გაქვს. ეს არის ნეირონული კავშირები, რომელშიც ჩაწერილია ეს ისტორია. ანუ შენი იდენტობის ნაწილი არის. და ამას როდესაც ამუშავებ, ერთია რომ დავამუშავე, მაგრამ ჩვევა, ფაქტობრივად ჩვევა, ხო ხვდები, როგორც ვიღაცას მავნე ჩვევისგან გათავისუფლება უნდა, ასევე არის შემადგენელი ნაწილები შენი, რომელსაც რომ დაამუშავებ, შემდეგ უკვე
აი სისტემატიურობაში უნდა მოიყვანო. ხო არიან ადამიანები თქვენ შემთხვევაშიც ესე გამოვიდა, რომ ჩვევად გქონდათ ხო ეს? რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება ჩამეთვალო ვიღაცის აზრი უფრო მნიშვნელოვნად ვიდრე ჩემი და ვიღაცა რაღაცას იტყო და მე აღარც გამომეხატა საკუთარი თავი და ეს რადგან თვითშეფასება და თავდაჯერება ნაკლებად იყო ჩემში, გავჩუმდებოდი და როდესაც ამაზე მუშაობა დავიწყე, ერთხელ გამოვხატე ჩემი აზრი და მივხვდი რომ რაღაცა ძალიან კარგი უკავშირიც მიიღო. ეს რო დავაფიქსირე, შემდეგ კიდე, ანუ მე უნდა გააგრძელო სისტემატიურობაში უნდა მოიყვანო, რომ ადრე თუ ისჩვევა შენი სიჩუმე იყო და რაღაცა ეს იდენტობა იყო შენი, ხო? ეხლა გააგრძელო იმის კეთება, მოკლედ რაც ახალჩვევად უნდა დანერგო. აი, რამდენად რთული იყო ეს პროცესი პირადად თქვენთვის? როგორ არიცი, მარტივი არ არის. ნამდვილად არ მოვიტყვები, მარტივი პროცესი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბრმად უნდა გჯეროდეს, ჯერ იმისი, რაც არ არის. ანუ შედეგი შეიძლება არ გქონდეს, შეიძლება ეს რაღაცა იჭვები, რაღაცა შიშები მაინც გქონდეს, სანამ საბოლოო ჯამში ამ იდენტობას შეცვლი, მაგრამ მართლა ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ძალა აღმოვაჩინე ჩემში და ძალიან ჯეროდა. აი როგორი რაღაცების ჯეროდა, იცი რომ საერთოდ რანაყოფი შეგრძნების დონეზეც ჯერ არ იყო. საკმაოდ რთულია, ვერავის ვერ ვიტყვი რომ მარტივი არის ეს გზა, უბრალოდ შედეგი იმდენად საოცარი და ძალიან დიდი სიმშვიდე და ბედნიერებაა, რომ ყველას ურჩევდი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო, სულ ეს იყო მეტი კითხვა. ჩემთვისაც. გვაქვს უბრალოდ ახლა რამოდენიმე კადრს გადავიდეთ. კი ბატონო.